დონალდ ტრამპმა მეორე ვადა საპრეზიდენტო ძალაუფლების უფლებამოსილების მაქსიმალისტური ლიმიტების გამოცდით დაიწყო. TikTok-დან ნავთობის მოპოვების აკრძალვის გაუქმებამდე, კაპიტოლიუმის შტურმში მონაწილეების შეწყალებიდან ტარიფებამდე, ინაუგურაციის პირველივე დღეს დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ათობით საპრეზიდენტო განკარგულებას. წარმოგიდგენთ ყველაზე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. წინასაარჩევნო დაპირების თანახმად დონალდ ტრამპმა პრეზიდენტობის პირველივე დღეს შეიწყალა 2021 წლის 6 იანვარს კაპიტოლიუმის შტურმის 1500 მონაწილე. გარდა ამისა, ტრამპმა ხელი მოაწერა ცალკეულ ბრძანებას, რომელიც ბაიდენის ადმინისტრაციის პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ აღძრული საქმეების დახურვას გულისხმობს. ტრამპმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც აუქმებს კონგრესის მიერ TikTok-ის მუშაობის აკრძალვის შესახებ გამოცემულ აქტს, თუმცა მხოლოდ 75 დღით. სწორედ ამ პერიოდში უნდა მოინახოს ამერიკული კომპანია, რომელიც TikTok-ის ამერიკული ფილიალის მინიმუმ 50% შეიძენს და რაც კომპანიას ამერიკაში საქმიანობის შეუფერხებლად გაგრძელების საშუალებას მისცემს. წინასაარჩევნო დაპირების თანახმად დონალდ ტრამპმა პირველივე დღეს ხელი მოაწერა ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ სასარგებლო წიაღისეულის, ნავთობისა და გაზის მოპოვების შესახებ დაწესებულ სხვადასხვა აკრძალვებს. ამერიკის ენერგეტიკული პოტენციალის გათავისუფლება ტრამპის ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნო დაპირება იყო და მოსაოდნელია, რომ ის მომდევნო 4 წელიწადში ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი გახდება. პირველი ვადის მსგავსად ამერიკის შეერთებული შტატები გავიდნენ მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციიდან და პარიზის 2015 წლის კლიმატის ხელშეკრულებიდან. ტრამპმა ხელი მოაწერა საერთაშორისო განვითარებისკენ მიმართულ თანხების ხარჯვის შეჩერებას იმ ქვეყნებზე, რომლებიც არ მოდიან თანხვედრაში ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის ინტერესებთან. ტრამპმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც ფედერალურ სააგენტოებს ავალებს დაიწყონ მექსიკის ყურის სახელწოდების შეცვლის პროცესი, რომელიც მომავალში ამერიკის ყურე უნდა გახდეს. გარდა ამისა, იცვლება ჩრდილოეთ ამერიკის უმაღლესი მთის სახელწოდება დენალიდან მაკკინლიმდე. უილიამ მაკკინლი დონალდ ტრამპის ერთ-ერთი საყვარელი პრეზიდენტია. ტრამპმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა ამერიკა-მექსიკის საზღვარზე და გაამარტივა არალეგალური მიგრანტების დეპორტაციისთვის საჭირო კრიტერიუმები და თავად დეპორტაციის პროცესი. გარდა ამისა, განიხილება საზღვარზე ეროვნული გვარდიის დანაყოფების გაგზავნის შესაძლებლობაც. დონალდ ტრამპმა შეაჩერა დაბადების უფლებით მოქალაქეობის გაცემის პროცესი. თუმცა ამერიკის კონსტიტუციიდან გამომდინარე მოსაოდნელია, რომ ამ განკარგულებას სასამართლოში გაასაჩივრებენ. გარდა ამისა, ტრამპმა განაახლა პირველი ვადის დროს შემოღებული დარჩი მექსიკოში პოლიტიკა, რომლის მიხედვითაც ამერიკის შეერთებულ შტატებში თავშესაფრის მაძიებლები პროცესის დასრულებას მექსიკაში უნდა დაელოდნან. ტერორისტულ ორგანიზაციებად გამოცხადდა მექსიკური ნარკოკარტელები. ტრამპმა შეაჩერა ფედერალურ წყეებში ახალი თანამშრომლობის აყვანის პროცესი ყველგან გარდა არმიისა. გარდა ამისა, იგზავნება ახალი ფედერალური რეგულაციების შემოღება. ამგვარად, ტრამპმა გააძლიერა მთავრობის ეფექტურობის ახალშექმნილი დეპარტამენტი, რომელსაც მილიარდერი პლანეტის უმდიდრესი ადამიანი ელონ მასკი უხელმძღვანელებს. ტრამპმა შეაჩერა ფედერალურ უწყეებში დასაქმებული ტრანსგენდერების უფლებათა დაცვის აქტი. გარდა ამისა, შეჩერებულია გენდერული და სექსუალური მრავალფეროვნებისა და ინკლუზიის პროგრამები. ტრამპის განკარგულების მიხედვით, ფედერალურ დონეზე ამერიკა ამიერიდან მხოლოდ 2 გენდერის არსებობას აღიარებს.